მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია თამარი დიშერაშვილი, ფინანსისტი, აქტიური მოქალაქე, ასეც ვიტყოდი, იმიტომ რომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია არ დააფიქსიროთ, რაც ფიქრობ, რომ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ახლა მით უმეტეს, რომ ყველამ თავის საკუთარი მოქალაქეობრივი აზრი უნდა დააფიქსიროს. ეს არის სოციალურ ქსელში თუ ისე საუბრებში. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მობრძანებისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ. მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იქნება ყველაფერს შევეხებით, რაც იმ პროცესებს, რაც ჩვენს რეგიონში ხდება თუ ქვეყანაში მიმდინარეობს, თუმცა აუცილებლად მინდა საუბარი დავიწყო. თქვენ კითხავთ როგორც მოქალაქეს თქვენი შეფასება პოლიციელების საქმეს, ასე ვიტყოდი, შეფასებაც მიჭირს არც კითხვის დასმაც, რასთან ქონდა ეს საქმე. ერთია რომ ყველამ ვიხილეთ მთელმა საქართველოს საჯაროდ როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცავები მოქალაქეებს და მეორეა თქვენი შეფასება რა კუთხით მაინც ინტერესებს. ეს იყო ცალკეული შემთხვევა, ფიქრობთ, სისტემური პრობლემა და რატომ იქცეოდნენ ასე, მათ აქვთ დაუსჯელობის განცდა თუ აი თქვენი შეფასება რა შეიძლება როგორც რიგითმა მოქალაქემ შეაფასოთ ეს ფაქტი. კი ბატონო, საკმაოდ მტკივნეული თემაა და თქვენ ახლა ხაზი გაუსვით ჩემს აქტიურობას. აქტიურობა გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რამდენად სტაბილურია ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურობა და ჩვენ ყოველდღე ვიღვიძებთ რაღაცა უბედურების გაგებით, არა? ამ დროს ძალიან გულგრილი ან გონება შეზღუდული უნდა იყოს, რომ შენ თავი იგრძნო დაცულად. იმიტომ რომ იქ, სადაც სამართლებრივი სახელმწიფო არ არის, არავინ არ არის აბსოლუტურად დაცული, იმიტომ რომ კრიმინალს არ აქვს არც პარტიულობა, არც ეროვნულობა, არაფერი და ჩვენ მაგალითად ახლა მომსწრებათ, რომ ტერორისტს ებრძოდა მთელი მსოფლიო და არავის არ უთქვა ტერორისტი რომელი ეროვნების იყო ან რომელ ეროვნებას უნდა ებრძო, იმიტომ რომ ვის კარზე დაიჩოქებს ეს პრობლემა, არავინ არ იცის, არა? რაც შეეხება პოლიციელების საქმეს, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, რასაკვირველია, მაგრამ ამ პოლიციელებს ახლა ცუდ ფეხზე არ ამდგარან და ცუდ ხასიათზე არ გაუღვიძიათ იმ დღეს. ეს იყო ბუნებრივია დაუსჯელობის სინდრომი და უფრო მეტიც ახლა რაც უყურეს ამ პოლიციელებმა რუსთაველზე, რომ თავპირი დაალეწეს ხალხს და შემდეგ ორდენებიც კი მიიღეს, არა? და არ ქონდათ ამომცნობი ნიშნები, სისტემურად დაიცვა სახელმწიფომ და ძალიან ძნელია სადაც ასეთ ადამიანის უფლებების დარღვევას მაღალი თანამდებობის პირები იცავენ, იქ სახელმწიფო ვახსენოთ, იმიტომ რომ სახელმწიფო არის პირველ რიგში საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველასთვის ერთდაიგივე უნდა იყოს, ხო? ბუნებრივია ახლა ეს პოლიციელები ალბათ რიგითი შემთხვევა იყო ესაც და დარწმუნებული იყვნენ, რომ არ გახმაურდებოდა და უფრო მეტიც რაც ხდება ხოლმე, არა? ჩვენს ქვეყანაში უკვე მივედით იმ დონეზე, რომ მიცვალებულსაც თავი აქვს სამართლებელი, აი იგივე გიგა ავალიანის საქმე, რომ მე ატრონმა თუ არ გამოიჩინა და ყველას არ აქვს სამწუხაროდ ამის თავი და თავისი მიცვალებულის ღირსება თუ არ დაიცვა, პირიქით იქით 1000-ნაირ ფსიქიური შეურაცხადობიდან დაწყებული ყველაფერს აბრალებენ, ხო? და ეს ადამიანიც რასაკვირველია გადარჩა სრულიად შემთხვევით. ჯერ ფიზიკურად გადარჩა სრულიად შემთხვევით, იმიტომ რომ ყველამ ვიცით ახლა მედიცინაში დიდი ცოდნა არ უნდა იმას, რომ ძირდაგდებულ ადამიანს წიხს რო ჩააძლევს, ელემენტარულად პანკრეასი შეიძლება გაუსკდეს, ან რაღაცა შეუქცევადი მოვლენები განვითარდეს ფარულად, არა? გადარჩენილია მართლა შემთხვევით. ყველაზე მეტად კიდე გული რაც რამაც დამწყვიტა 19 წლის ახალგაზრდა პოლიციელები, რომლებიც პირველ ნაბიჯს იდგავდნენ და წაიყვანეს, ასე ვთქვათ, გასაწვრთნელად, რომ შეაჩვიოს თვალი, ყური და ასე ვთქვათ, ფსიქიკა ადამიანის ჩაგვრას. ხო, აი ეს ჩემთვის იყო ძალიან თავზარდამცემი სიტუაცია და ბუნებრივია
ყველა თავის პროფესიას პატივს ცემდეს, ყველა პროფესიას აქვს ჩემი პროფესიიდან დაწყებული ეთიკის კოდექსი, როგორც ამ ჟურნალისტებმა თავისი პროფესიონალიზმით, სხვაგვარად რო არ შეგიძლია პროფესიონალიზმი ავადმყოფობა, გაასაჯაროვეს ეს კადრები და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იყო პრევენცია, ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩა დარწმუნებული ვარ. და მაგალითიც უნდა იყოს ესენი არიან აუცილებლად ეს და გაბედეს ასე ვიტყვი. ეს სამოქალაქო გმირობა კი არ არის. ეს არის ჩვენი ყოველი ჩვენთაგანის ვალდებულება. იმიტომ რომ შემთხვევით გადარჩენაზე არ უნდა იყოს ჩემი გარეთ გასვლა დამოკიდებული. შემთხვევითობაზე მე სახელმწიფო უნდა მიცავდეს, ამიტომ ვიხდი გადასახადებს, ხო? და ამიტომ როცა მე სისტემა და სახელმწიფო არ მიცავს, არა, აქ ყველა მე ვიქნები თუ სხვა განგაში ზარი უნდა დარეკოს, იმიტომ რომ ვისი შვილი მოხდება ამ შემთხვევითობაში, არავინ არ იცის. ფიქრობ თუ არა მაინც ჩვენ უფრო სწაობას უფრო სხვა გამოცდილება აქვს ამ ქვეყანაში ცხოვრების და იცის რომ ასეთი შემთხვევები როდისღაც ხდებოდა, ახლაც ხდება, როგორ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ აი ახალგაზრდებისთვის არის თუ არა ეს იმის მანშები რომ მათ ნდობა შეუსუსტდებათ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ზოგადად ნდობას დაკარგავენ, ეს რომ მათ პოლიცია იცავს. მე ვამბობ რომ ახალ თაობას თინეიჯერებზეც და ასე შემდეგ. იცით რა არის პირველ რიგში რაც ძალიან მიხარია არის ის რომ სკოლებში ისწავლება სამოქალაქო განათლება. ზოგი ისეთი პედაგოგი ასწავლის ამ სამოქალაქო განათლებას, რომ თვითონ რა სწავლა წარმოდგენა არ აქვს. სამწუხაროდ ასეთებიც შეხვდა, იმიტომ რომ მე ტელევიზიით ისე ჟურნალისტების წყალობით ვნახე პედაგოგი, რომელმაც განაცხადა, რომ დიახ, ბავშვები შიმშილობენ სკოლაში. მოდიან მშიერი ბავშვები და უცბად შეატრედა სამოქალაქო გაეცნო, რომ მე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვარ და უცბად შეატრიალა კითხვა, რას მიკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. აი წარმოიდგინეთ, ეხლა სამოქალაქო განათლებას ასწავლიდეს პედაგოგი და წარმოდგენა არ ქონდეს, რომ ბავშვებს ვინ უნდა იცავდეს და რატო უნდა შიმშილობდეს ბავშვი. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, ბავშვები რა კატასტროფის პირას არიან, არა? მაგრამ ზოგმა ბავშვმა იმ სამოქალაქო განათლებით, აი დღეს ვინც აქტიურობს ახალგაზრდები, გაიგეს, რომ ჩვენ კონსტიტუციით თურმე გვაქვს უფლებები. რა არის ეს უფლება? ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, კარგად ცხოვრების უფლება, ტროტუარზე დგომის უფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაქვს კერძო საკუთრების უფლება, როცა ვიღაცამ არ უნდა წამომარტყას თავში და არ უნდა წამართვას რამე, არა? და ამიტომ ვინც ეს გააცნობიერა, ის ახალგაზრდები გამოვიდნენ და პროტესტს გამოთქვავენ, იმიტომ რომ იციან რომ კონსტიტუცია იმიტომ დაიწერა ქვეყანაში, რომ მეც მაქვს უფლება ქვეყანაში ცხოვრების სრულფასოვნად და ღირსეულად, ისევე როგორც იმას, ვინც პარლამენტში ზის. არა? და კონსტიტუცია უნდა ისწავლებოდეს, იმიტომ კი არა, რომ რაღაცა იურიდიულ ნიუანსებში გავერკვეთ. კონსტიტუცია არის შეთანხმება, მე რო პეტრე მომწონს და თქვენ პავლე, ერთად როგორ ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ამ ქვეყნიდან ყველა ხوار გავიქცევით, არა? ან ბანაკებად ხوار დავიყოფით, რომ ერთის მომხრე ერთ კუნძულზე ცხოვრობდეს, მეორეს მომხრე მეორე კუნძულზე, არა? და ზუსტად ამ კონსტიტუციური ვალდებულებით ევალება მთავრობას, რომ მოწონვარ თუ არა მეც დამიცვას და თავის მომხრეც დაიცვას, იმიტომ რომ ხელფას რო იღება, როგორ ფიქრობთ? აბა დახედავენ ხელფას და ოპოზიციის გადახდილი გადასახადით არ ავიღებ ხელფას და გადმოაგდებენ უკან. ხო ხელფას ყველა არ კითხულობენ, ისე იღებენ და იქ ოპოზიციის გადახდილიც არის და პოზიციისაც, არა? აი ასე პოზიციების მიხედვით და სიმპათიების მიხედვით ადამიანების დაყოფა არ შეიძლება და ზუსტად ახლა როცა ეს პოლიციელების შემთხვევა მოხდა, არა? აი სისტემა რო არის მოშლილი და ძალადობრივი სისტემათ რო ჩამოყალიბდა, ზუსტად იმის ფაქტი იყო, რომ მე კი არ ვასამართლებ, რომ თურმე ოცნებას უჭერენ მხარს, მაგრამ ოცნების ხარდამჭერიც არ აღმოჩნდა დაცული. ისევე როგორც როგორ შეიძლება შენ თავი დაცულად იქნონ, როცა პრემიერები ხო გვახსოვს არა, ჩვენო პრემიერო და ჩვენარი პრემიერი აღარ არის, არავინ არ არის დაცული. იმიტომ რომ დაცვა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სამართლებრივ სისტემას. სხვას არ არის. როგორი მაპატიეთ ამ გამოთქმაზე კრიშაც არ უნდა იშოვო, ყველა კრიშას გაზდის ვადა. და ჩვენიერ დღეს აღმოჩნდები უსამართლობის პირისპირ, ისევე როგორც თავისივე უსამართლო სისტემით ბევრი გახდა ისევ თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლი.
თამარ მინდა გკითხოთ, იცით რომ ამ ფაქტის შემდეგ პოლიციელების მხრიდან ძალადობას გულისხმობ ქალაქებზე ქალაქის პოლიციასთან გაიმართა საპროტესტო აქცია. ძირითადი ნაწილი იყო ჩამოსული თბილისიდან აქტივისტები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ოპოზიციურ პარტიას გულისხმობ და ძალიან ცოტა იყო ფაქტიურად ჟურნალისტები, ვიყავით გორელები და ამას ხაზი გაუსმეს ეს ეთერებშიც თქვენს ამ ადამიანებმა, როდესაც ჩავწერეთ ისინი. რას ფიქრობთ აი გორის მაგალითზეც რომ რატომ ყველა შეძრა სოციალურ ქსელში ყველა ვნახეთ რომ რამხელა გამოხმაურება ჰქონდა ამ ფაქტს არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ ვისი მხარდამჭერი იყო რომ უარყოფითი რომ ეს არ უნდა მომხდარიყო ეს საშინელება მოხდა მათ შორის გამოკითხვებს როდესაც ხალხში გავდიოდი მიკროფონით ძალიან შეძრული იყო მოქალაქეები თუმცა იქ ეს ფაქტი არავინ გააპროტესტა აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, რატომ ჩუმდებიან გორში მოქალაქეები? ეს ახლა ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური მომენტი არის. მე ახლა ამის შესაფასებლად ვერ გამოვიდგები. არა მაქვს ეგეთი ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, წიაღლებში ეგეთი წვდომა. მაგრამ ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, რასაც უყურებ, გორი ყოველთვის იყო მდუმარე ქალაქი. არაერთხელ აუღნიშნავთ. არასოდეს ახდილად პოზიციის დაფიქსირება არ ხდებოდა. მე ვისწავლე რომ თურმე ფეხბურთის ცუდ გულშემატკივარს ეძახიან ასეთ ადამიანებს, რომელიც ელოდება ვინ გაიმარჯვებს იმის მხარეზე იქნება. აი უმეტესობა გორელების არის აი ვინც გაიმარჯვებს ფეხბურთის ცუდი გულშემატკივარი იმის მხარეზე დადგება რომ ქალაქი პატარაო, აი რომ მომისმენია, რატო არ გამოდიხარ? უფრო მეტიც უთქვიათ ჩემთვის რომ შენ Facebook პოსტებს კითხულობ, მაგრამ ვერ ვალაიქებ. ხო ახლა წარმოიდგინეთ ამის აღიარება ჯერ, ხო? მაგრამ ზოგი მეუბნება ხოლმე რომ იცი რა არის, აი ქალაქი პატარა, ყველა ვიღაცის ნაცნობი ვართ და მე ერთ რამეს ვერ ვიგებ, ყველა ვიღაცის ნაცნობი რო ვართ, რატო ვარ სულ სამხრივ ვალდებულებაში ვიღაცასთან, ხო? ის ნაცნობიც ხო უნდა იყოს ჩემთან ვალდებულებაში, არა? ეს არის მე მგონი რომ საკუთარი ასე ვთქვათ თავისადმი უფრო უპატივისცემლობა რა სანამ პირადად თავში არ ჩარტყავენ და ბევრი თავში ჩარტყმასაც იტანს რომ გონია რომ მოითმეს და გადააგორებს რაღაცას და ჩვენ ახლა რას მივეჩვეთ ჩვენ კი არ ვცხოვრობ და მართავთ მოვლენებს გადაგორებაზე ვართ აი დღეს გადავაგორეთ მეორე დღე გადავაგორეთ ისე გადავედით არსებობაზე არსებობის რეჟიმზე რომ პროტესტის გზნობა არ გვაქვს იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან გულსატკენია თუნდაც იმიტომ რომ მთავრობის სახლის წინ იდგა სულ რამდენიმე ადამიანი და არ მიემატა ხალხი ახლა მე200 დღეს მე ახლა ფიზიკურად პრობლემა მაქვს ვერ ვდგები ვერსა და ვეღარ დავდივარ მიტინგებზე მაგრამ მთელი ახალგაზრდობა მიტინგებზე მაქვს გატარებული მე200 დღეს მივედი და ისიც აი უფრო რაიონებიდან ჩამოსული ხალხი იყო და შორიდან გვაკვირდებოდნენ ასევე რამდენჯერმე შევიკრიბეთ ლომჭაბუკთან და ისევ შორიდან გვაკვირდებოდნენ მაგრამ რატო გონიათ რომ პოზიციის გამოხატვა მათ რამეს დაუშავებს არ ვიცი ვერ გეტყვით არა მაქვს ამაზე პასუხი იმიტომ რომ ლოგიკურად რომ იმისჯერ რომ ამაზე ლოგიკური და გონივრული პასუხი არ არსებობს არის გაუცნობიერებელი შიშები და ერთხელ ხარ ამ ქვეყანაზე მოსული და მთელი ცხოვრება საკუთარი ჭრილის გეშინოდეს რა ვიცი აი რომელმა ფულმა რომელმა საათმა ჩანთამ უნდა გადაფაროს ასეთი პრინციპით ცხოვრება არ ვიცი ქალბატონ თამარ თქვენ იცით რომ თრიალეთს აქვს პრობლემები გულისხმობ დაყადაღებულია მისი ანგარიშები გვადებს ინკასო ну გადაცემაში როდესაც ვსაუბრობ და ისე კერძო საუბრებში ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას თუ სხვა მედია ორგანიზაციებს გადაუნაწილეს თქვენ ფინანსებში კარგად ერკვევით ამ მიმართულებით იგივე კანონი
ხომ ეკუთვნის იგივე უფლებები თქვათ ჩვენ ტელეკომპანიასაც აი გვაქვს თუ არა აქ შერჩევით სამართალთან ცხადია ხომ ეს და რა მოლოდინი უნდა გქონდეს თქვენ რას ფიქრობთ ჩვენ ტელევიზიას უფრო მეცაც გეტყვით მაგალითად ნიკა გვარამია რო დაიჭირეს აქ იყო მუხლი რა მუხლითაც დაიჭირეს რომ სამსახურის მანქანას იყენებდა მისი ოჯახი საგადასახადო კოდექსში პირდაპირ წერია მუხლი რომ თუ სამსახურის მანქანას იყენებს თანამშრომელი არის ძრავების კუბური მოცულობის მიხედვით სიმძლავრეების მიხედვით გადასახადი საშემოსავლო უკავდება და ყველაზე მაქსიმუმი საშემოსავლო დაკავება არის 300 ლარი მეტი არა თავის ძრავების მოცულობის მიხედვით ანუ თავი უნდა მოგეკლა რომ ეს საქმე გადაგეყვანა სისხლის სამართლის კვალიფიკაციაში იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადმინისტრირების საქმე იყო დაადებდნენ საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებას და მორჩა ხო მაგრამ ნიკა გვარამია ოპოზიციონერი იყო და როცა უკითხome მაგალითად მოსახლეობას რომ აბა ეხლა ეგრა ნაცების დროს ხო იყო და რატოა პოლიტიკური პატიმარი არა როცა პოლიტიკური სარჩულია დადებული პოლიტიკური ჯარდებული ხდება თუნდაც კაცი ყავდეს მოკლე როცა შერჩევითი სამართალით ასამართლებ დამთავრდა პოლიტიკური სარჩულია იქ ხო და ეხლა რაც შეეხება თქვენთანაც არა პირდაპირ წერია ასევე საგადასახადო კოდექსში რომ კეთდება გრაფიკი დავალიანების და მაგის პარალელურად კიდე როცა გამოაცხადეს აი თავიდანაც რომ იმეც თურმე 50 მილიონი დავალიანება და ასე შემდეგ და ამ დროს იგივე ტელეკომპანია კავკასიას 84-ზე უთიშავდნენ ყველაფერს და დაღასადებდნენ და მართლა ასე არის აი 20 თეთრი რო დაგაკლდეს და რო გახსნი საგადასახადო ვებგვერდ შეიძლება გული გაგიშკდეს აწერია გირავნობა და გახსნი უცბად გადაკექავ შედარების აქს რა ხდება რატო და თურმე 20 თეთრი დაგაკლდა 80 თეთრი დაგაკლდა და აი ამაზე პირდაპირ მოდის მესიჯი ამ დროს მილიონები აქვს ხალხ დავალიანება რა ეს რასაკვირველი არის შერჩევითი სამართალი, იმიტომ რომ ხა თქვენ რომ ამ წუთში ქართულ ოცნებას დიდ ამბებს უძღვნდეთ, რასაკვირველია კიდეც დაგაციდნენ და უფრო ლოიალურებიც იქნებოდნენ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, რომ ადამიანი მოგწონს თუ არა, იგივე ტელევიზია მოგწონს თუ არა, კონსტიტუციური უფლება გაქვთ არსებობის და სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეკიწყოთ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი აქ დასაქმებული ადამიანი არის ერთით ნაკლები ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ წავა, ხო? და მართლა თუ ეს ქვეყანა გინდა რომ არ გადაშენდეს, არა, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოთ ადამიანს, რომელმაც თავის სამსახური მოძებნა. და მინდა თქვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ აუხსნათ, რადგან მედიაზე ვსაუბრობთ, მედიის მნიშვნელობა აი თუნდაც იგივე ვიტრიალებ იქ პოლიციელების ამბავთან დაკავშირებით, რომ არა ჟურნალისტები, რომ არა მედია ორგანიზაციები ხომ არ იქნებოდა იმ მოქალაქის უფლებები დაცული და აი რატომ ეხებათ მათ თვითონ მოქალაქეს თუნდაც ტრიალეთის დახურვა და მსგავსი ჩვენ რეგიონში სამწუხარო დაიხურნენ მედია ორგანიზაციები. მედიის როლს პირველ რიგში მოქალაქის პოზიციიდან შევაფასებ და მე მედიის როლს შევაფასებ როგორც ყოფილი თანამდებობის პირის პოზიციიდან. ჩემ დროსაც იყო ტრიალეთი, უფრო მეტიც საბატიტიკაშვილი მუშაობდა აქ და შტატივი თავისი კამერის ჩემო თახში ტოვებდა ხოლმე, რომ ხალხო მაინც უნდა მოვიდეოთ პრაქტიკულად პირდაპირ ეთერი მქონდა რეპორტაჟები კაბინეტიდან. ეს პირველ რიგში თანამდებობის პირს მეხმარებოდა რაში? გარედან რო უყურებ შენ თავს, მე გულწრფელად გეტყვით, მაშინ ჟურნალისტები ფეხს იდგავდნენ, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არ არსებობდა და ძალიან ბევრი რამე ეშლებოდათ. აი იგივე რაღაცას ბიუჯეტს ვიტყოდი, თქვათ, ციფრებს ვიტყოდი და შეიძლება ვერ გაეგოთ მასალა და თავისი შეხედულებით თავის ინტერპრეტაციით გაეშვათ ეთერში. ყოველთვის ურეკავდი, ყოველთვის ვითხოვდი განმარტებას და პრაქტიკულად მე ისინი მეხმარებოდნენ, რომ იმათვის უფრო გასაგებად მელაპარაკა და ისინიც სწავლობდნენ ბიუჯეტის როგორ უნდა მოესმინათ და ნებისმიერი სხვა საკითხი. თორემ ეხლა მაგალითად ერთხელ თქვი, რომ სკოლის სახურავების რემონტს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ბიუჯეტში არ არის, ჩვენი ფუნქცია არ არის.
და გადის სათაური, რომ გორის მერია სკოლებს არ ეხმარება, არ უკეთებს რემონტს, თუ არ უკეთებს სახურავებს და ასე შემდეგ. ამ დროს კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვა უკვე სხვანაირად ისმინება, მაგრამ დღეს ყველა იმ ჟურნალისტთან, რომელიც როგორც თანამდებობის პირს მიპირისპირდებოდა, ძალიან ესე უტრირებას ვაკეთებ, სულ ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვდიდით და მე კიდე რაში მეხმარებოდნენ ჟურნალისტები, იცით? ყველა თანამდებობის პირი იღებს რაღაცა დავალებას, რომელიც არ არის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. როცა შენ ღია ხარ, როცა შენ ჟურნალისტებთან გაქვს კარგი ურთიერთობა და ანგარიშვალდებული ხარ, შენ ჟურნალისტი გიცავს, რომ რამე შეარ ჩაგითრიან. და რომ მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, მე ძალიან თავისუფლად ვიყავი, არაფერი არ მქონდა დაშავებული, აი ამას შეიძლება ახლა ჩამეთვალა, რომ ამას ვერ გაიგებ, შეიძლება ახლა დიდი დარღვევა არ არის, რომ არაფერი არ მოხდება, მაგრამ იმის გამო, რომ რადგან ჩემი კარი ღია იყო და სულ ყველა ჟურნალისტი ჩემთან იჯდა, ამან მე ისე უმტკივნეულოდ გამატარა ის 15 წლიანი თანამდებობის ბილიკი, რომ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვეს. აი მადლობის მეტი. ეხლა რაც შეეხება მოქალაქეს, არა, მე ჟურნალისტების ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმით, რომ კონსტიტუციაში წერია ღირსება. ადამიანს უნდა ქონდეს ცხოვრების დროს ღირსება, რომ ყოველ დღე რა ვჭამო, აი თუნდაც ეს უკვე თავმოყარობის შელახვა, ხო? რას აკეთებენ ჟურნალისტები და მაგალითად როგორ გძარცვა სახელმწიფო, აი ამაზე იკვლევენ მასალებს, მუშაობენ, ძალიან ბევრი ენთუზიაზმით მუშაობს თან, ხო? და ჩვენ გვაგებინებენ, რომ ხალხო ცუდად რო ცხოვრობთ, არა? ეს არ არის მოცემულობა და განაჩენი. ეს არის ამათი დანაშაული, ხო? ზოგი რასეუბნება, შენ მიკითხავს და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ხო? ამაზე დიდი, ასე ვთქვათ, გონება შეზღუდულობა არ არსებობს, რომ მე უკვე ლოზუნგად ქცეული სუპი უნდა ვჭამო და შენ 14,000 ლარიან ხელფასზე კიდე უნდა მოიპარო რაღაც, ხო? ეს არის წარმოუდგენელი რამ, იმიტომ რომ შეიძლება შენი თავი არ გეცოდებოდეს, მაგრამ შენი შვილი უნდა გეცოდებოდეს იმ უღირსობისთვის და მე კიდე ისევ კონსტიტუციას მიუბრუნდები, იქ არის ერთ-ერთი მუხლი თავიდანვე იწყება მეხუთე თვალსაჩინო სოციალური თანასწორობა. ეხლა პენსიონერს რო 380 ლარი აქვს ხელფასი, იგივე ფასებში, აი სასწავლო ფასებში და პარლამენტარებს 14,000 და კიდევ ხედავთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს კიდე თურმე 1700 თუ რაღაც დაუმატეს, რომ რაღაც ფუნქცია შეუთავსეს. ელემენტარულად რომელ თანასწორობაზეა საუბარი და ეს თანასწორობა, რომ ყველა სახელმწიფოში კონსტიტუციური ვალდებულება, აგერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ახალ არჩეულმა გაინახევრა ხელფასი, ხო? იმიტომ რომ ის ორბანიც ავტოკრატიულად მიდიოდა, თავის თავზე ირიგებდა ყველაფერს, არა? რუსული პოსტსახელმწიფო აზროვნება არის, აი ეს რაც ხდება ჩვენთან. რომ მე ვიყო კარგად, დანარჩენს კისერი გიტეხიათ. და როცა შენ გეუბნებია, რომ წამლის ფული არ არის, ხო? და არაფრის ფული არ არის და ამ დროს თვითონ თავისთვის არის ყველაფრის ფული. ხო უნდა მიხვდე, რომ გატყუებენ, არა? მადლობა ღმერთს, ახლა თვითონვე დაიჭირეს, ახლა მე კორუფციასთან ბრძოლას ვერ დავაბრალებ ამას. უკვე იმდენი ფულია მოპარული, რომ რამდენიმე მდიდარი რო გაერთიანდეს ბიძინას აჯობებს უკვე ქონებაში. და იქით ჩამოაგდებენ თავის მეფეს და ეს უფრო ანგარიშწორება მიმდინარეობს ერთმანეთთან, იმიტომ რომ კორუფციასთან ბრძოლა სხვა საკანონმდებლო სისტემური ცვლილებებით იწყება. ერთ-ერთი მათგანი არის თვითმმართველობის კოდექსი. და ამიტომ სისტემური ცვლილება რატომაც არ ხდება და რადგან არ ხდება, ეს არის ურთიერთანგარიშწორება. მაგრამ ხოთთონვე ამბობენ, რომ მოიპარაო, არა? ეხლა მაინც დაიჯერო, რომ ჟურნალისტი რო გეუბნეოდა, თურმე მართალი იყო. იმაზე მე რასაც ჟურნალისტები წლებით ადრე ამბობდნენ. კი ბატონო, აბსოლუტურად ყველაფერი ახლა, აი აბსოლუტურად იგივე აი ამ ავატყო ბავშვებზე, ნუ ეხლა ეს ხო იყო წარმოუდგენელი არა ადამიანობა, რომ ამ განწარებულ დედას დასაჯდომი და წვიმისგან დასაფარი საშუალება რომ მიეტანა, ამის უფლებას არ აძლევდნენ და იქით აშავებდნენ. ეხლა წარმოიდგინე, შვილი გიკვდება და თავი იმართლო, რომ არა ხარ აკაცუკი არა ხარ, ჯერ რა ტერმინია და მე კიდე შენი შვილის სიკვდილი არ გიდა, ხო? ახლა ხო წარმოუდგენელი თავის მართლება უწევდათ. დიახ. ალბათ საუბრობდით
თქვენ ურთიერთობებზე მედიის წარმომადგენლებთან და ღიაობაზე. ახლა ვიტყვი, რომ საერთოდ მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის გარდა პროსახელისუფლებო არხებისა. თუნდაც რომელიმე სადღაც რაღაც ხდება ისეთი ფაქტი, რომ რაც მხოლოდ რეგიონისთვის არის საინტერესო, გორისთვის არის საინტერესო, მაინც მიყავთ პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები და ჩვენ არც საქმის კურსში გვაყენებენ და ის რაც ვითხოვთ საჯარო ინფორმაცია თუ ზოგადად მოქალაქეს რამე პრობლემა კონკრეტულ სოფელში და გვინდა მერიის პასუხი, ჩვენ არაფერზე პასუხი არ გვაქვს, არც უარი, არც საერთოდ კონტაქტი აქვს გაწყვეტილი, ჩაკეტილები არიან ის რაც თქვენ თქვით და ესეთ მნიშვნელოვანი რაღაც გააჟღერეთ, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება მედიასთან ურთიერთობა, ხო? ესენი ხო შუამავლები ვართ ჩვენ მოქალაქეებსა და მათ შორის. როგორი ცუდი საერთოდ არ არსებობს სულელური კითხვა, პასუხი არსებობს სულელური. ყველა, რადგან კითხვა გამიჩნდა, ყველანაირი კითხვას აქვს ლეგიტიმაციის უფლება. აი და წეგან რასაც გაუსვი ხაზი, რომ მე ვცდილობდი ბიუჯეტი უფრო გასაგებად მომეყოლა. იმიტომ რომ ჟურნალისტი რო არაადეკვატურ პასუხს მისვავდა, მე ამას ვაფასებდი ისე რომ ვერ გადავეცი ისე რომ ის რიგითი გამლელიც მიმხდარიყო, იმიტომ რომ მე ხო ამ ბრიფინგს და ასე შემდეგ ვატარებდი მოქალაქეებისთვის გასაგებად. ესე იგი კარგად ვერ გადავეცი. თუ შენ არაფერი დასამალი არ აქვს, არაფერი არ არის ჟურნალისტთან მოსარდებელი. საკუთარი გამოცდილებით ვიძახი პირველ რიგში. თუ შენ არაფერს არ მალავ, ჟურნალისტი ვერაფერს ვერ დაგიშევებს. მეორედ, როცა მიდიხარ საჯარო სამსახურში, მინიმუმ კონსტიტუცია ზედაპირულად მაინც უნდა იცოდე, რომ შენ როგორც მთავრობის წარმომადგენელს შენი პასუხისმგებლობა კონდეს გაცნობიერებული და შენ უბრალოდ კონსტიტუციურად არ აქვს უფლება საჯარო სამსახურის კანონს რო თავი დავანებო, რომ იმას გასცე პასუხი, იმას არა. არა გაქვს ამის უფლება. არც ერთი კანონი და ეს იმას ნიშნავს, რომ აი რადგან გაბატონდა არაპროფესიონალიზმი, ყველაფერი შესაძლებლად მიაჩნიათ, ყველაფერი დასაშვებად მიაჩნიათ, ისევე როგორც ბიუჯეტი გონიათ ხოლმე საკუთარი მზითვები. ვისაც უნდა გამოუყოფენ, ვისაც უნდა არა და მოდი დაუსვით კითხვა და გაგიბრაზდებიან ალბათ. აბა საბიუჯეტო კოდექსში პირველივე თავში წერია რა არის პრინციპები საბიუჯეტო კოდექსის, არა? პირველივე თავში იწყება ბიუჯეტის პრინციპი არის გამჭვირვალობა, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს შეაქვს ფული ბიუჯეტში და ყველა ჩვენგან უნდა ვიცოდეთ რა ხდება ბიუჯეტში. ხო, არაფერს არ კითხულობენ, კანონებს არ კითხულობენ და ამიტომ ახლა ის რომ ვიღაცა ერთი კაცი გადაწყვიტავს როგორ უნდა მოვიქცეთ, გვექცევა ქვეყანა თავზე, ხო? მინდა კითხოთ თამარ თქვენ ეკონომიკური კუთხით სოციალურ პრობლემებზეც მინდა კითხოთ, რომ რამდენიმე დღის წინაც გითხრა საქსტატმა, რომ ინფლაცია წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ამას ჩვენც ვხედავთ და ყველაფერზე მოქმედებს. პრემიერსაც დაუსვეს დაახლოებით 2 დღის წინ კითხვა. იგივე ხორცის ფაზე, რა თქმა უნდა, ხორცის ფასი აღარ გაიმეორა, მაგრამ თქვა რომ ფასები დიახი იკლებს და დაბლაწავდა. თუმცა კიდევ ვიტყვი რომ ჩვენ ყოველდღე გვიწევს მოქალაქე ქუჩაში გასვლა მოსახლეობის გამოკითხვა და ისინი მომატებულ ფასებზე საუბრობენ და კონკრეტულ ფასებსაც ასახელებენ, თუნდაც მედიკამენტზე, კონკრეტულ პროდუქტებზე, რომ ეს ღირდა მეორეთი რომ მივედი ამ პენსიის აღებაზე, ახლა ეს დამხოდა მედიკამენტის ფასი და ეს აი რომ ავუხსნათ, რაზე დაყრდნობით გვეუბნებიან რომ გაიზარდა ეკონომიკა თუ გაიზარდა რა სწორი მიმართულებით განვითარდა თუ არა და ასე შემდეგ. რასთან გვაქვს საქმე საერთოდ? ციფრებით ჟონგლირობა არის ძალიან მარტივი. ახლა განსაკუთრებით რო მოიჩემეს ბედნიერების ინდექსის ქვეყნები დანია და შვედეთი, სადაც 6 საათია სამუშაო დრო და 4 საათზე არ გადადიან, იმიტომ რომ იმღდენია მთლიანი შიდა პროდუქტი 4 საათით საკმარისია მათი ბედნიერებისთვის, მაგრამ ხალხი დეპრესიაში რო არ ჩავარდეს, რომ თავისუფალ დროს როგორ გაატარებინებენ, აი ეგ პრობლემა აქვს. მათხოვარი არ არსებობს, ვერავის ვერ გაიგებთ, რომ საქართველოდან მოხუცის მოსავლელად შვედეთში წავიდა ადამიანი, ციხებზე თეთრი დრო შაფრიალებს და მაინც დაედაკნენ შვედეთს. და ისე მიგვიყვეს ახლა ინტერნეტის ეპოქაში, როცა მე 4 კლასში შევძლია შვედეთი აკრიფოს და ნახოს რა ხდება.
დავიჯერო პარლამენტარებმა არიციან ეს თუ აი რა დონის შეურაცხყოფას აყენებენ ისე თავისივე მომხრეებს რომ რა დონის გაუცნობიერებელ შტერება თვლიან რომ ასეთ რაღაც წარმოუდგენელ რაღაცას ლაპარაკობენ. ეხლა რას გულისხმობ ციფრებით ჯონგლირობაში არა დღეს გავაკეთე ერთი სკამი ხვალ გავაკეთე ორი არა 100%-ით გავზარდე, მაგრამ ორ სკამზე ვლაპარაკობ, ხო? და ამიტომ როცა იძახიან რომ მაგალითად ეხლა ჩვენ ევროპაში ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს, ეხლა წარმოიდგინეთ რომ ჩემ სტუდენტებს უყვები ხოლმე რომ ქუთაისის ავტოქარხანამ ერთი მანქანა რო გავაკეთე, მეორე წელს ხო ორი მანქანა გავაკეთეო და ორი კი აღარა თქვა 100%-ით თქვა, იმიტომ რომ იდემაგოგა და მერსედესის ფირმას რო ეთქვა 100%-ით გავზარდეო, მთვარეზე უნდა გაიყიდე, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო მერსედესში იჯდა, ხო? ეხლა იმისი 2% ჩვენ 100%-ზე რამდენით მეტია, ხო? ეს პროცენტები ჯონგლიორობა, აი ელემენტარულად მათემატიკაში 4 კლასის განათლება რო ქონდეს, საკმარისია რომ მიხდე. ეხლა რა ხდება ფასები, ინფლაცია თქვენთან დაასახელეთ, დღეს თუ მაგალითად ვყიდულობდი, თქვათ 1 კილო ბრინჯს რაღაცა კონკრეტულ სიტყვაზე, თქვათ 5 ლარად გაძვირდა და ისევ დღეს ჩემი სოციალური პრობლემით რადგან გაძვირდა შეიძლება ეხლა ვყიდულობ 1 კილოს კი არა 9 კილოს მაგრამ გაძვირებულია ანუ რაოდენობით მოხმარება კი არ იზრდება ფასები რო იზრდება ესენი გვეუბნებიან რომ რადგან ფასი გაიზარდა ბრუნვა ხო იზრდება მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ მოსახლეობა მოხმარება რაოდენობრივად ნატურალური საზომიერთეულით გაზარდა არა ფასები გაიზარდა და ისევ ჩვენ დაგვრჩინე ეს დაცინვა ელემენტარულად რომ შენი იმაზე ნაკლებს რო ყიდულობ შენი გაყინული ხელფასით ვიდრე გუშინ ყიდულობდი არა მე კიდე გეუბნები რომ ისე გავზარდე ფასები ამ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით რომ იქით გახარებ რომ აი ბრუნვა გაზრდილია ჩემ ჯიბეში წამოღების თვალსაზრისით რომ ჩემი ჯიბიდან უფრო მეტი თანხა ამოდის ვიდრე ამოდიოდა მაგრამ ჩემი მოხმარების რაციონი არ გაზრდილა პირიქით მცირდება დღითიდღე ფასების დასთან ერთად ხო ამიტომ ლეზუნგები არ შველის არც კომისია არ შველის ფასებს მით უმეტეს რომ მე არ ვიცი იმ კომისიის ვის უნდა დაეჯერა იმიტომ რომ პირველივე დღეს 14000 ლარიანმა კომისიის წევრებმა გამოაცხადეს რომ ჩვენო სათანადო განათლებაო არა გვაქვსო და საზღვარგარეთიდან მოვიწევთ სპეციალისტს წარმოგიდგენიათ რომ ერთი მცოდნე არ შეუშვეს პარლამენტში ფასებზე რომ ელაპარაკა და ერთი ჭკვიანური კითხვა დაესვა ბიზნესმენებისთვის, იმიტომ რომ იმ ბიზნესმენების გამწარებული სახე ცით რა ძნელია რომ ელაპარაკები და ვერ ახვედრებ და თან პრეტენზია აქვს რომ პროფესიულ ენაზე უნდა ელაპარაკო. ეხლა ისინი მარჟასა და ავსეთ ურევენ ერთმანეთში, ხო? ერთხელ ერთმა მითხრა თანამდებობის პირმა რომ კუპტის კომბინაციო რამდენი აქვს ბრუნვაო და ბრუნვა ნიშნავს შემოსავალს. და იმას აკლდება ხარჯები და რო უთხარი რამდენიც აქვს ბრუნვა რა კარგიო ნახევარს წავართმევთო და ნახევარი თავისი იყოს იმიტომ რომ ქვეყანა უნდა ავაშენოთო და წარმოიდგინეთ ბრუნვასა და მოგებას ვერ არჩევდა და ებარა სახელმწიფო საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და ეხლა ის ხალხი მე რო თავზარი მეცემოდა ხოლმე და უხსნიდი რომ ქვეყნისთვის რამე არ დააშავებინათ ისინი მონაგონი არის ეხლა ისეთი ხალხია ამიტომ ძალიან სამწუხაროა ყველაფერს ჭირდება აბსოლუტურად პროფესიონალი ყველაფერს ჭირდება პროფესიონალი იმიტომ რომ აი ეს გორული გაგებით რომ ჩემი ანია ეხლა ყველა გორელმა წარმოიდგინოს რომ შვილი მიიყვანა საბატყოფოში გამოეგება მეზობელი რომელსაც არ აქვს საექიმო განათლება და უთხრა რომ ჩემმა ნათესავმა ჩემმა ახლობელმა ჩამიწყო და რავი აი მთელი გულით გიმკურნალებ ხო იცი როგორ მიყვარხარ და მთელი გულით უმკურნალებ შენ შვილს და იცი რომ წარმოდგენა არ აქვს ნემსი როგორ გააკეთოს იქნები ბედნიერი აი ყველა ნაბიჯზე ეგეთ არაპროფესიონალის აი გორულ რაღაც გაგებას ვაწყდებით და არ ვიცი ხა როდემდე გაძლებს ეს ქვეყანა ვერ გეტყვი ეს მნიშვნელოვანია ეს უნდა მეკითხა სადამდე მიგვიყვანს მიგვიყვანა უკვე იცით რა მიგვიყვანა მე უცხოურ საიტებში მიწევს ხოლმე ქართველების დიასპორები სადაც არის რამდენიმე ჯგუფში ვარ გაწევრიანებული იმიტომ რომ ზოგი მწერდა ხოლმე რომ აქ არ მინდა რომ მოხუც მოუარო და მომამზადეთ ფინანსებში და აი ესეთი მესიჯები მქონდა და მინდოდა არ მინდოდა რაღაც წლებში მოხვდი ესეთ ჩატებში ხო და ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი წერს რომ როგორ წამოვიდე ამერიკა კანადაზე განსაკუთრებით სადაც მაღალი ანაზღაურება არის წარმოუდგენელი აი რიგში დგას ხალხი წარმოუდგენელი
ცუდი ტენდენცია წასვლის. თან ახლა ახალგაზრდები ჩვენი თაობისგან განსხვავებით როგორ მიდიან, ოჯახებით მიდიან, ადრე თუ დედა მიდიოდა და ფულს აგზავნიდა, ახლა ოჯახებით მიდიან და ჩვენ გავხდებით პენსიონერების ქვეყანა წყლის მომწოდებელი აღარ გვეყოლება. იმიტომ რომ აი წეგან რაზეც საუბრობდით, ახალგაზრდა შეიძლება კონდეს სახელმწიფოს იმედი, როცა სახლში ყავს აბუზული მშობელი, რომელიც გეუბნება, რომ თადაბარი არავის გაუსწორებია და ჩვენთვის არავინ არ არის და აბა ჩვენ რა შეგვიძლია, როცა მთელი ცხოვრება უთანმოყვარეობას გინერგავს, ახალგაზრდა ეხლა ინტერნეტის ეპოქის ადამიანია და სადაც ხედავს, რომ რეალიზებას ახდენს ადამიანი გარბის იქ. ხო? და ამიტომ აი ეს უთანმოყვარეობა უნდა ამოიშანთოს აუცილებლად რა. ყველა ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ არჩევნებიც რომ მოდიან და ხელს გარჩევენ, ესე იგი შენ ხმას ძალა აქვს და გამოიყენე რა. შენი დასაკლავიდანა მე რამდენად უნდა გადააწოდო. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და შეფასებებისთვის თამარ, თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები.